მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია, ყველა ჩემ გამომწერს მივესალმები. და უკაცრავად ჩემი ხელისთვის უნდა გავააქტიურო. აქ იმიტომ რომ გაისროლა უკვე, სანთელს გავააქტიურებ. იმიტომ რომ ამ გაშლაზე ისეთი გაშლა, ისეთი თემა, ყველა ჩემს გამომწერს მოგესალმებით, სტუმრებო. გამოიწერეთ არხი, არინანებთ. მოკლედ, ბევრი გაშლებიდან გამომდინარე, SMS-ები, თხოვნიდან, პირადი SMS-ები, კომენტარებიდან, ესე იგი, არ ჩერდებიან, მიხვდით? ისეთი გაიძვერა და ისეთი ბოროტის სულის ადამიანები არიან, ადამიანები ბრჭყალებში, რომ ესე იგი არ ჩერდებიან არც რიტუალებით, არც იმით, არც ამით, მოკლედ რა, აგრძელებენ თავის ცუდ საქმეს, მოდით ესე გითხრათ, რომ სხვა ადამიანი გააშაოს და გააფუჭონ. მოდით ახლა მაშინ ვიტყვი ასე. ბევრი თხოვნებიდან გამომდინარე, შევაერთე აზრი და თემა ასეთი იქნება. აი თქვენი ფოტო მიუტანეს, ხო, მაგალითად. მოდი ასე ვთქვათ, მჯღიბავი ბრჭყალებში, კალდუნიას ან კალდუნს, ხო, კაცი, კალდუნია ქალია. შემსრულებელს, პრაქტიკოს, აი, მიუტანეს ფოტო. ნახოთ აბა ჯერ ვინ მიუტანა და მერე აი ესეთი თემა იქნება, რომ ისეთი რაღაცა დაინახა აი ამ პროფესიონალმა კალდუნიამ ან კალდუნმა, რომ ესე იგი შოქში ჩავარდა. და მერე აბა ვნახოთ ბოლოს რა გააკეთა, მოკიდა ამ საქმეს ხელი თუ არ მოკიდა. დავიწყოთ. აქ იყო კი ნამდვილად მიტანილი ფოტო, მე უკვე დავინახე ვინც მიიტანა, მაგრამ მოდი კიდე დავაზუსტოთ, რომ არავინ არ გამოგრჩეს. აბა ვინ არის ეს, ვინ თქვენი ფოტო ვინ მიუტანა? უკუღმა ამობრუნდა მზე. ყველა ტარო გავასუფთავე, გავასწორე რა თქმა უნდა და მზე უკუღმა ამოყირავდა, ესე იგი მზეს გიქრობენ, მეგობრებო, სიცოცხლეს გიქრობენ, აი რო აღარ ამოისუნთქოთ, ბიჭებო, გოგოებო, ორივეზე ვშლი გადაათამაშეთ თქვენ თავზე. მოკლედ იყო მიტანილი ნამდვილად თქვენი ფოტო და არის განახლებული ეს სიტუაცია ახალი. და ამ ახალში ჩავრთავ მე მაქსიმუმ 0-დან 1 წლამდე, მაქსიმუმ, რაც განახლებულია. იყო აქ ფული გადახდილი, გენაცვალე, რომ ესე იგი სრულიად იზოლირებაში ჩაესვით, რომ ესე იგი რომ ვეღარ გაინძრიოთ, რომ გზები ჩაგეკეტოთ, ჯანმრთელობა დაგიზიანოთ, აქ იყო უფრო ქვედა ჩაკრებზე დარტყმა იყო წელიდან ქვემოთ, აქ ესე ჩანს ჯერჯერობით, რომ ესე იგი გზების ჩაკეტვა, ფინანსების ჩაკეტვა, ქალური ლიბიდა, მამაკაცური პოტენცია, რომ სულ იბრძოლოთ და ეს შემოსული თანხები ავადმყოფობაში, ექიმებში, ოპერაციებში, მიხვდით, ავარიებში, აქ ავტომობილებზეც არის გათვლა, მიხვდით, ეს გააკეთა დედოფალმა, თასების დედოფალმა მინდა გითხრათ, რომელსაც ძალიან ჭკვიანი გონია თავი, რომ გონია, რომ ყველაფერი გათვალა აბსოლუტურად, მიხვდით, გათვალა და მასშტაბურად გააკეთა ეს ყველაფერი, ანუ ყველაფერი აი ყველაფერში ჩაგკეტათ, მიხვდით, რომ სიღარიბეში იყოთ, რომ ესე იგი სამსახურებიდან გამოგაგდოთ, თქვენი პროფესიებით ვეღარ იმუშაოთ, ვეღარ გაინძრეთ, მიხვდით, ფეხს რო ვერ გადადგავ და მხოლოდ მკურნალობაში იქნები და ექიმებში ირბენ, რას გააკეთებ, ხო, რას იმუშავებ, ხო? ასევე შეიძლება ეს იყოს შორიდანაც, ან ინტერნეტით, ან შორს დადის ეს ქალბატონი და შორს მიაქვს თქვენი ფოტო, მე არ გამოვრიცხავ ამას, არ გამოვრიცხავ. ასევე მზე
ამოვიდა უკუღმა, ესე იგი თქვენი მზის წნული, თქვენი მესამე ჩაკრა, მაქვს მე მანდ ჩაკრების წმენდაც მაქვს, მესამე ჩაკრას წმენდაც მაქვს, გულის ჩაკრას წმენდაც მაქვს, გაიწმინდეთ აუცილებლად, იმიტომ რომ აქ გულიც ამოვიდა, გულის ჩაკეტვაც და გეტყვით ახლავე. ესე იგი უნდა რომ თქვენი სუსტი წერტილი იციან, ან ბავშვები, შვილები, შვილიშვილები, აქ ბევრს უკვე გაფუჭებული გაქვთ საქმე გენაცვალე ურთიერთობა, გაციებები, კრადნიკებია ჯანმრთელობაზე, კრადნიკებია ურთიერთობებზე, შვილებთან, ნამდვილად შვილებთან არის ეს თემა, დაპირისპირება ამოდის, რომ აი ეს წაჩხუბებები და ურთიერთობაში სიცივეა შემოტანილი, გულის ჩაკრაც არის აქ ჩართული გენაცვალეთ. უფრო შვილების თემა და იგივე სიტუაცია 4-4-ზე, რომ ესე იგი თანხებთან დაკავშირებული კარიერა, სამსახური, ბიზნესი, ზოგს უკვე კარგად მიგდით ეხლაც საქმე და მაინც გებრძვიან, მიხვდით, იმიტომ რომ აქ ამოდის ძალიან დიდი შური ამოდის, ბოდიში უნდა ავიღო, გადავარდა უკაცრავად გადავარდა და უნდა ავიღო და რა გადავარდა, ესე იგი არ უნდათ რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ მეგობრებო, გადავარდა 7-იანი პენტაკლი, ნამდვილად ესე იგი აი რაზე გააკეთეს, თანხებზე, თქვენს შესაძლებლობებზე, ბიზნესზე ისევ ვიტყვი, გაკეთებულია ასევე გაკეთებულია, ესეც კი შეინძრა ერთი წუთით, ესე. აი ესეც კი უკუღმა ამოვიდა, ხედავთ, ორიანი კვერთხები, ესე იგი ყველანაირად აი ზევიდან ქვევით გიბრუნებენ ცხოვრებას. ეს არის, იცით, როგორ აი უკან რომ დააბრუნონ თქვენი, აი იცით რა, ადრე რომ დაგსვეს, ჯადოობდნენ, ურთიერთობებში ჩაერივნენ, დედაშვილური, სამსახური, თანამშრომელი, არა აქ მაღაზიაში ჩახვალ და კონსულტანტთანაც კი გაგიფუჭდებათ, აი საქმე ისეთი სიტუაციაა, ხო, აი ჭიანჭველასაც კი ეჩხუბებით, ან გეჩხუბებათ, აი ზუსტად ეს მასშტაბური წაჩხუბებებია გაკეთებული. აქ ასევე არის ნაბიჯები, რომ არ გადადგათ, რომ ესე იგი ბევრი მოგზაურობდით და ესეც შეწყდა. ეხლა თქვენი ბევრის ძალა რაშია, იცით, რომ აი თქვენ ბევრი ხართ ხელოვანი აქ, ბევრი ხართ ასევე თქვენი საქმით დაკავებული, ზოგი არის აქ მიჩვენებენ, არ გამოვრიცხავ, რომ გიყვართ მომზადება, ან შეიძლება ესეც სფეროში ხართ, ხო? არის ესეთი სიტუაციებიც. ყველანაირად რომ ესე იგი კარგი ხელფასი არ გადაგიხადონ, აქ სიძუნწეა შემოტანილი, აი ჟმოტობას რო ეძახიან, ხო? აი წყევლებია ურთიერთობაში, ნებისმიერ ურთიერთობაში, რასაც ურთიერთობა ქვია, მასშტაბური მსოფლიოს მასშტაბით აქ გზებიც, ესე იგი თქვენი ძალა რაშია, იცით, ბევრს მიჩვენებენ, რომ აქ იმოგზაუროთ, გიყვარდათ მოგზაურობა, ან სამსახური გაქვთ ესეთი, ან წყვილებში გადიოდით, მიხვდით, მაგრამ არა, დაპაუზებაა, სერიოზული დაპაუზებაა აქ ჩემო კარგებო. ასევე რომ სულ ესე იგი იჯდეთ და ელოდოთ და აი ამ ლოდინში გავიდეს თქვენი ცხოვრება, ან ვინმეს ელოდოთ გზაზეა და აი ჩამოვა თუ არა, ან უკვე დაგაშორეს შვილებთან, შვილიშვილებთან, ძმებთან, დებთან, შეყვარებულებთან, მეუღლეებთან და აი როგორ იცით, რომ ლოდინში იყოთ, ლოდინში, მხოლოდ და მხოლოდ ლოდინში და ისეთი ჩაკეტვა გააკეთეს, რომ ესე იგი უფალს თან წვდომა არ გქონდეთ, უფალს თქვენი აი სუწყევლებია თქვენი ვერ შეისმინოს და არ შეისმინოს უფალმა თქვენი, მიხვდით?
ას თავის ჩაკრა გაქვთ ჩაკეტილი, მოკლედ ბევრს გესაჭიროებათ აქ გაწმენდა, ასევე ფინანსები ფიქსირდება. მე მაქვს მანდ ცხვირის წმენდა, ეს სასაცილო არ არის, ეს არის იცით რა, სუნი, ფულის სუნი რო დაკარგოთ, ესე იგი სუნით შემოდის, ხო? ცხვირი ბევრ რამეში არის აქტიური, რო იცოდეთ, ისეთი ჩაკრაა, გაიწმინდეთ ეგეც. გასაგებია, ჩემო კარგებო. აბა ვნახოთ, ვიკითხოთ კიდე ვინმე ხო არ არის, ვინც კიდე მიუტანა თქვენი ფოტო კალდუნს ან კალდუნიას. კიდე სხვა ვინმე ხომ არ არის, კიდე აბა აღმოვაჩინოთ, სანთელიც დაგვეხმარება. იცით რა არის, არავინ არ არის, მე აი ამ ქალბატონ თასების დედოფალს წამოვწევ წინ, რომ ესე იგი იყოს აქ, იმიტომ ესია საჭირო. რომ ამაზე ვილაპარაკო. იცით რა არის, სხვა ჯერჯერობით არავინ არ ჩანს, მაგრამ მე გეტყვით, რომ აქ შორს კეთდება, ან შორიდან კეთდება, ისევ ინტერნეტი, ისევ შაბაში კეთდება, ნახეთ, აი, უკვე ერთი რიტუალით არ კმაყოფილდებიან, ერთი ენერგეტიკით აღარ კმაყოფილდებიან და აქ აკეთებენ შამანებთანაც, აქ აკეთებენ ხოჯებთან, აქ აკეთებენ თურქულ მაგიას, აქ აკეთებენ მუსულმანურს, აზერები და ასე შემდეგ, მიხვდით, ხო? აქ არის ასევე ქრისტიანული მაგია ჩარეული, კითხულობენ თქვენზე, თქვენს შესაძლებლობებზე, თქვენს ხელოვნურ ნიჭზე, რომ აღარაფერი აღარ გამოგივიდეთ ცხოვრებაში, მიხვდით, რომ აღარაფერის ვერ გააკეთოთ, ვერაფერი, ფული ვერ იშოვოთ, ბევრს ეს ქუჩაში რო დარჩეთ, ეგ უნდათ, იმიტომ რომ 10-იანი პენტაკლი, ეს აქ უძრავ ქონებაზეა საუბარი, ეს ან სახლი რო ვერ იყიდოთ, ან რო ვერ გაიხაროთ, მიხვდით, ან რომ ესე იგი ვერ დაქორწინდეთ, ვერ დაწვილდეთ, წყვილში არ იყოთ, ესეთი სიტუაცია. აქ ბანკიც რეზონირდება, ბანკი. აბა კიდე რა არის გაკეთებული? უკაცრავად ძალიან დიდი წყევლები და ძალიან შავი წიგნით კითხულობენ პირდაპირ თქვენზე, შავი წიგნიდან. ნუ კალდუნთან და ეხა კალდუნიასთან რომ მიიტან, ეხა თეთრი წიგნით ის არ წაგიკითხავს. აქ დაფიქსირდა ხმლების დედოფალი, შეიძლება თქვენც ხართ, არ გამოვრიცხავ, ან ნუ თეთრ ხალათს ესე ვიტყვი, ან იარაღები, ან დანა, ან რაღაცა ესეთი მეტალის იარაღებთან, ვისაც გაქვთ შეხება, შეიძლება ზოგი არა მარტო ექიმი იყოს, ხო, შეიძლება იყოს ასევე ესთეტიკურ ცენტრში მუშაობდეს, მანიკურს აკეთებდეს. მიხვდით, ხო, ესეთი თემა, რაც მეტალს აქვს და რომ აი ეს თქვენ გაგიფუჭოთ თანამშრომლებთან ურთიერთობა, ან თანამშრომელი წავიდეს წინ და თქვენ ესე იგი დაგსვათ, როგორ იცით, აი ესეთ დაპაუზებულ სიტუაციაში, მიხვდით? და იფიქროთ, რომ მე ესეთი კარგი გამოცდილი და ესეთი ძალის მქონე ნასწავლი და როგორ სხვამ როგორ მაჯობა. კი, ნამდვილად ასევე აი რომ თქვენ ხართ, იცით ფული როგორ გამოიმუშაოთ, ბიზნესი იცით როგორ წაიყვანოთ, ესე იგი ბევრჯერ ნოლიდან დაგიწყიათ სტარტაპი და კუთხეში უნდა რომ მიგამწყდიონ, იცით და იცით რა ეშლებათ, ვინც ამას აკეთებს, რომ თქვენ რო კუთხეში მიგამწყდევენ, აი ის კუთხე თქვენთვის არის სტარტაპი, ნულიდან დაწყება, აი როგორც ფერფლიდან რო აღსდგები, მიხვდით? თქვენ აი მეგობრებსაც გიჩენენ სამყარო, ასევე იგივე ჯანმრთელობას იბრუნებთ, იგივე სიყვარულს იბრუნებთ, იგივე თქვენს ტრონზე ჯდებით, მიხვდით? და ამაზე გიждდებიან, მიხვდით? კარგით. აბა კიდე ერთი ხაზი, კიდე რაზეა გაკეთებული თქვენი ფოტო რომ მიიტანეს, აბა კალდუნთან ან კალდუნიასთან. აი სიგნალი არის ზუსტად და ეს სატანას სიგნალია, ეს ტყუილა არ არის ახლა. ესე იგი შევეხე, მიხვდით, რომ არ უნდა რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, გოგოებო, ბიჭებო, ნახეთ რეები ხდება, აი ნახეთ, ეს არის სერიოზული სიგნალი, ეშმაკის საყვირი, ეშმაკის
დემონების საყვერი, იმიტომ რომ ძალიან ცუდი რაღაცეები იკითხება, ძალიან ცუდი რაღაცეები იკითხება. ასევე თქვენი ფორტუნა, ჩემოკარგებო, თქვენს ბედიღვალზე არის ჩაკეტვა, რომ მარტო იყოთ, ვინც ესე იგი ბევრს განმარტოვება გიყვართ, მაგრამ განმარტოვება და მარტოობა არაურიოთ, მოდით ერთმანეთში, ხო? თქვენ ფორტუნას, თქვენს ფინანსებს, თქვენს ჯანმრთელობას, შესაძლებლობებს, გზებს, ბიზნესს, ყველაფერი ფორტუნა უნდათ რომ ჩაგიკეტონ ფორტუნა მე მაქვს მანდ რიტუალი ფორტუნა და გამარჯვება ვისა კიდე უყურეთ ვისაც არა გაქვთ ნაყურები ამოსკროლეთ მეგობრებო ჩემი ვიდეოები დაბლიდან და ყველა ბევრი რიტუალია რაც თქვენ გესაჭიროებათ რასაც მთხოვთ ხოლმე ახალო გამომწერებო მოძებნით ნუ გეზარებათ ნინია ვერ მოგიძებნით და ვერ ჩაგიგდებთ ხო აი ამას უყურე იმას უყურე ვისაც უნდა რომ ცხოვრება გამოისწოროს წაიკითხეთ SMS-ები როგორ უსწორდება და წინ მიდის ხალხი ჩემი რიტუალებით და თუნდაც გაშლებით. ამოსკროლეთ ვიდეო, გამოიწერეთ და ერთს გეტყვით. არც WhatsApp-ში ჩაიგდოთ, არც Viber-ში, არც TikTok-ზე, არც იმაზე რა ქვია, Telegram-ში, იმიტომ რომ ჩემი ვიდეოები მხოლოდ ჩემ არხზე უნდა შეხვიდეთ და ისე უნდა უყუროთ, არ რეზონირდება, არც WhatsApp-იდან და არც საიდან, ლინკი არ ჩაიგდოთ. შედით ჩემი არხიდან. ხო ეს ბევრი მეკითხება და კიდე გაგეცით პასუხი ვისაც გაინტერესებდათ. მოკლედ სრული ჩაკეტვა ჩემოკარგებო, რომ ვეღარ ამოისუნთქოთ, რომ ესე იგი აი ეს საარსებო წყარო, აი ეს ტუზითასები, ფორტუნა, რომ აი ეს რომ დამთავრდეს ყველაფერი, ესე იგი თქვენი არა მარტო ფორტუნა აქ დაჯდა, ფორტუნა და ღმერთო ჩემო ერთ წყობაში დაჯდა კალისო, ესე იგი ბედის ბორბალი, მიხვდით რას აკეთებენ, ორივეს გიკეტავენ, ჩემო კარგო, ორივე ერთად დაგიჯდათ, ნახეთ, რამდენჯერაც კი გამოხვედით სიტუაციიდან, ორივეს გიკეტავენ, ორივეს და ნახეთ, აი თვითონ კალდუნი ამოვიდა, ესე იგი კაცთან არის მიტანილი, კაცთან პირდაპირ თქვენზეა დაჯენილი, რომ ეს საარსებო წყარო, ეს ემოციები გაგიყინონ, მიხვდით ყველანაირად იციან, რომ აქ ან ბავშვებზე გაქვთ ეს უფრო ეს სუსტ წერტილს რო ეძახიან, მოკლედ იციან თქვენი სუსტი წერტილი, მოდი მე ამ კალდუნსაც ამოვწევ ზემოთ, რომ აქ იფიგურიროს და უფრო სულიერად, ამათ სული არ აქვს, მაგრამ შინაგანად რომ ამოვქაჩო. კარგი, გასაგებია ეს უკვე. ეხლა მოდი აი ეს კითხვა დავსვათ. აი რა დაინახა კალდუნმა? რახან აქ კალდუნი ამოვიდა, აი ამ დედოფლების თასების დედოფალმა რომ მიიტანა, ხო? აი რა დაინახა კალდუნმა? მოდი ვნახოთ. აი ამ კალდუნმა კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, აი უყურეთ. აი კალდუნმა ყველაფერი რო შეუძლია აქ მორაქს ეძახიან თავზე აკეთებენ წნულს გადაფარებას თავზე ესე იგი რომ დაგიბინდონ და რომ ესე იგი ვერაფერი ვეღარ გააკეთონ და თქვენი შესაძლებლობები თქვენი ცოდნა ხო რომ დაკეტონ აი ესაა ზუსტად გაკეთებული მეგობრებო აი ესაა გაკეთებული მიხვდით მოდი აი ესე დავდებ ახლა მე რომ ვილაპარაკო ზუსტად სამყაროს ვთხოვ დამეხმაროს და რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ. კარგით, ეხლა რა დაინახა აბა კალდუნმა? რატო ჩავარდა შოკში? თქვენი ფოტო რომ მიიტანეს. რა დაინახა კალდუნმა? რომ თქვენ ხართ იმპერატორი, თქვენ ხართ ესე იგი იმპერატრიცა, თქვენ ხართ ძლიერი, შემძლე, თქვენ იცი ვინ ხართ, აი სერიოზული, ბევრი აქ შეიძლება ტაროლოგი მიყურებს, ზოგი მედიტაციას აკეთებს, ზოგი ქვებთან აქვს საქმე მიხვდით, აი ესეთი თემა ამომივიდა, ესე იგი უყურეთ როგორ გიბინდავთ, წეღან მე რა ვილაპარაკე, აი ჩემი სიტყვა წინასწრებს ყოველთვის. თავი რო დაგიბინდოთ მეგობრებო, თავი, ურთიერთობა, ესე იგი რომ შიშები დაგეწყოთ, ან ურთიერთობაში მიხვდით, აი კი გაქვთ სინათლე, კი გაქვთ, მაგრამ ნახეთ როგორ ზის უკან ეს კალდუნი, როგორ ზის და როგორ ესე იგი ასე ვთქვათ, გიფუჭებთ და გიშავებთ თავს, გიჯადოვებთ, მიხვდით, გიჯადოვებთ, რომ თქვენი ტრონიდან ჩამოვარდეთ, ბიჭებო, აქ ეს ხაზი უფრო ბიჭებზე, მამაკაცებზე დაჯდა,
რო თქვენი ბიზნესი, თქვენი შესაძლებლობები აქვს, ბევრი ექიმიც დაჯდა, ადვოკატურა, პარლამენტარები, კი, მე პირად გაშლებზე ესეთი ხალხი მყავს, რომ იცოდეთ და იმიტომ ვიძახი. ასევე რომ ესე იგი სულ წინააღმდეგობები რო გქონდეთ, რო არ დაეხმაროთ არავის ეს სიძლიერე რო დაკარგოთ მეგობრებო, იმიტომ რომ თავი რო არეული გაქვთ და დაკეტილი გაქვთ, ხო? რა ტვინია მთავარი, ხო? აი როგორი აზროვნებ, ვერანაირად ვერ იაზროვნებ. აბა კიდე რაში ჩავართ და შოქში, ესე იგი რა დაინახა, რომ ხართ თქვენ ძლიერი და ეს მიმანიშნებს იმას, რომ აი ამ კალდუნმა ეს რომელიც მიდევს ზევით, ეს თქვენ უკვე ეს არის განმეორებითი, მეგობრებო, განმეორებითი, ესე იგი ზაკალცოვკას რო ეძახიან, აი წრიული, ესე იგი არის შავ მთვარეზე აკეთებენ, რომ არის ისეთი კიდე მთვარეები, აღარ დავასახელებ, რომ ესე იგი აკეთებენ, რომ ერთი ციკლზე რომ დაამთავრებს აწერტილიდან ბ წერტილზე, გადადის მერე და ისევ თავიდან იწყებს. ზოგს განახლება ჭირდება, მისვლა ჭირდება, ზოგს არა, თვითონ კალდუნისგან გაკეთებულია და აი ეს ამაზე გაგიჟდა, აბა კიდე რაზე გაგიჟდა. იცით რა არის, რატო ჩავარდა შოქში კალდუნი? ესე იგი, აქ ამოვიდა კი, ჩაგკეტათ, იყო აქ სრული იზოლაცია, ბევრი ციხეშიც იჯდა, შეიძლება უბრალოდ რამოდენიმე დღეც საქმე ჩვენებს იზოლაციაში, რაღაცა გაურკვევლობები იყო, სპეციალურად იყო შექმნილი ესეთი სიტუაცია, ან ქალებო, თქვენი შვილები, თქვენი შეყვარებულები, თქვენი გვერდში მყოფი მამაკაცები, რომ იყო ესეთი სიტუაცია, რომ აქ სპეციალურად იყო გაკეთებული, სპეციალურად და შოქში იცით რაზე ჩავარდა, თქვენ თვითონ დედოფალი კვერთხები ხართ, ესე იგი ყოვლის შემძლე ხალხი, რასაც მოინდომებთ ხართ, როგორც კეთილები, ასევე ხართ თუ გაგაბრაზეს, ვაიმე მტერი გაიქცეს. ასევე თქვენ თვითონ გაქვთ ის ძალა, რომელიც ესე იგი ბევრ თქვენთაგანს აქ ჩემი ჩათვლით მატუშკა ლუნას ეძახიან, ესე იგი დედა მთვარე დავარქვათ, ხო, მოდი ასე, ქალღმერთი მთვარე, გფარველობთ თქვენ თვითონ, აი რაზე ჩავარდა შოქში, ხო, კალდუნმა რა დაინახა და ეს ჩაკეტვები უყურეთ, კალდუნს ბუმერანგი მიუვიდა, თვითონ მიუვიდა, დაუბრუნდა თავისი გაკეთებული და რატო იცით შეეშინდა, იმიტომ რომ თქვენ თვითონ გაქვთ ეს ძალები, ნუ ეს ახლა ჩემზე ვშლი და მე ნამდვილად მაქვს და ნამდვილად მაქვს მთვარეებთან შეხება, ხო, მზესთანაც და მთვარეებთანაც და ვისაც აი ესეთი შესაძლებლობები გაქვთ, ახლა არ გეწყინოთ და გუშინ ნასწავლ ტაროლოგებზე არ მაქვს საუბარი, ყველას თავის საქმით გაუმარჯოს, მაგრამ ბევრი გაიგებს რაზე ვლაპარაკობ. მოკლედ უნდათ რომ აი ეს სულ თავზეა ეს დარტყმები მიხვდით, თავზეა დარტყმები, რომ თქვენი ძალა უნდათ რომ დაახშონ, თქვენი შესაძლებლობები, ფულის გამომუშავება, ხალხს რო ეხმარებით, აი ეს გონიერება, აი ეს თვითონ აი ეს წინაპრები რომ შეხება ჩაიკეტოს მიხვდით და წინაპრები რომ ვეღარ დაგეხმარონ, ღმერთო ჩემო, შოქში ჩავარდება, აბა რა იქნებოდა ეს კალდუნი, აბა რა ნამდვილად, აბა კიდე რა დაინახა, აბა კალდუნმა რა დაინახა. ნუ შოქში ჩავარდა, იცით რატო? იმიტომ რომ იცის ვისთან აქვს ძალები, ვის უკეთებს, ვის კეტავს და იმიტომაც დაუბრუნდა ეს ბუმერანგი. თან მასშტაბურად გკეტავენ, უყურეთ, მასშტაბურად და ესე იგი თქვენ ძალებს ტყუილა არ ვთქვი მე აქ უყურე როდ, ესე იგი თქვენი წინაპრების სულები ხო გეხმარებიან არა, ვისაც ჩემნაირად გაქვთ ეს ნიჭი და გადმოდი შთამომავლობით, ხო? მეც ძალიან ვებრძოდი ბავშვობაში, ჩუმად ვიყავი, არავის არ ვეუნებოდი, მაგრამ ამის დამალვა აღარ შეიძლებოდა წლები რომ ემატებოდა, მერე თავში ჩამიკაკუნეს, იმიტომ რომ უნდა მოვკიდოს საქმეს ხელი, ეს არის ჩემი დანიშნულება, მეტი არაფერი, მიხვდით? და მე არ მქონდა უფლება, რომ კიდე უარი მეთქვა ჩემს
შესაძლებლობებზე რომ ხალხს აი ესე ინტერნეტითაც და პირადადაც დავეხმარო ხოლმე და აი არხს გიკეტავენ, კანალი არის გადაკეტილი, ანუ ცდილობენ თვითონ, მაგრამ არაფერი არ გამოსდის, იმიტომ რომ სერიოზული ბუმერანგი მიუბრუნდა, სერიოზული ბუმერანგი. მე აი ამ მაგსაც და აი ამ არხს წინაპრებისას ზემოთ ამოვწევ აი ესე, რომ აი ესე ზუსტად უნდა ესე იგი გავაქვავო ეგენი, უნდა გავაქვავო. კიდე რა დაინახა, იცით რომ ბიჭებო, გოგოებო ხართ ძალიან მებრძოლები, ეხმარებით ხალხს, ესე იგი რომ შვილები ძალიან გიყვართ, რომ ესე იგი შვილებზეც იყო აქ ჩაკეტვა ურთიერთობაში, ოჯახებში, რომ თქვენ პირველი არასოდეს არ იბრძოლებთ, მაგრამ თუ აიღეთ ხმალი ხელში, გოგოებო, ბიჭებო, ხო ანგრევთ ყველაფერს, აი არ ტოვებთ არაფერს და აი ამის შეეშინდა ზუსტად რომ ესე იგი ნებისმიერ კარებს გააღებთ და ასევე თქვენს ბედს ისევ გამოისწორებთ გოგოებო ბიჭებო და ესე იგი გვირგვინს დაიდგავთ, დაიჭერთ თქვენ შესაძლებლობებზე ესე იგი როგორ არის იცი აქ ახლა ხედავ სამყარო იძახის მაგის კარტიც დაეცა რომ თქვენი ხელის ხლება არ შეიძლება ღმერთისგან ნაკოცნები ხართ ჩემი ჩათვლით და ვინც მე და ჩემნაირს და თქვენ ხელს გახლებთ ხო იმათ საერთოდ აი ესე იგი სამწუხაროდ უკან შვილებზე მიუვა ბუმერანგი და აი წავიდა კიდეც აქ ბევრს პატარა ბავშვები წყავს ესე იგი თვალებზე დარტყმა თავზე გონებაზე ან დაჩლუნგდებიან ან მერე შეიძენენ ეპილეფსიას ასე მეუნებიან სამწუხაროდ მე არავისთვისაც არ უსურვებ ვინც მიცნობთ იცით ხო მაგრამ ესეა ასევე ფულზე ესე იგი კიდე რომ გამომუშავება გააქვთ და კიდე რომ საიდანღაც შემოგდით ეს თანხები მაგაზე გიждდებიან კლიენტურა რო ყავთ რო ვაჭრობთ ზოგიერთები ხო და კიდე რომ ასე თუ ისე წინ მიგდით საქმე აი ამის გადაკეტვა უნდა სულ აბა კიდე რაში ჩავარდა შოკში და მერე უკვე რა გააკეთა კალდუნმა მაინც მოკიდა ამ საქმეს ხელი თუ დაანება თვითონ შოქშია რა თქმა უნდა სერიოზულ შოქშია იმიტომ რომ თქვენ ნებისმიერი სიტუაციიდან შეგიძლიათ ვერხოვნა ჟრიცა კურუმი კურუშკალი როგორც ახიარ ესე იგი მაინც ესე იგი თქვენ უფალი სამყარო გინათებთ გზას თქვენი ხელის შეხება არ შეიძლება და მაგ უყურეთ ხალხნო რეები დაჯდა ნუ ჩემი ჩათვლით რა თქმა უნდა ეს სერიოზული ტარო სერიოზული განხილვა მიმდინარეობს სერიოზული და რომ ისევ უყურეთ რვიან ხმლებთან ერთად და ეს რა არის ხუთიან ხმლებთან ერთად უკან ბუმერანგი უბრუნდება ეს იცის კალდუნმა იცის მაგრამ მე ეტყობა მიდის და იწმინდებიან მე იმიტომ ვამბობ ჩემი არხი დაბლოკილია ესეთი ბოროტი ხალხისგან შავი ხალხისგან ნამდვილად არის მოქმედებს არ რეზონირდება რაც არ უნდა ეცადოთ და ასევე ჩემზეა დაბლოკილი მხოლოდ მე თუ უყურებ თორე თქვენ მე ვერ მომიბრუნებთ ვერ შემომიბრუნებთ ბოროტო ხალხო ეს იცოდეთ ნუ კარგი ეს გასაგებია მგონი ამოვწურეთ ხო კი მეც ესე ვგზნობ ეხლა მეგობრებო გოგოებო ბიჭებო და რა ეხა შოქში ჩავარდა აი ამაზე ხო რაც ვისაუბრეთ ეხა მოდი ვნახოთ აბა ვკითხოთ სამყაროს უფალს ანგელოზებს რა მოიმოქმედა აი ეს ყველაფერი ხო ნახა ამ კალდუნმა ამ თასების დედოფალმა ჭკვიანი როგონია თავისი თავი ხო ცანცა რა ვიღაცა აი რა მოკიდა ხელი თუ არ მოკიდა ხელი თქვენს გაფუჭებას აბა ვნახოთ არ მოკიდა ხელი სერიოზული შეეშინდა უყურეთ ესე იგი ეს იწმინდება ხო თქვი მე ეს კალდუნი ეს დადის და იწმინდება არხებზე იმიტომ რომ ამას თეთრი არავინ არ მიიღებს და არავინ არ გაწმინდავს მიხვდით 100 კილომეტრიდან ვგრძნობ ხოლმე მე ვინ შავია და ვინ თეთრია სულისაა ესე იგი როგორ იცით ამ ვისაც მიუტანა ვინც რიტუალები გააკეთა ხო და თქვენი ფოტო და ჩემი მიუტანა
მოატყუა, რომ კი ნამდვილად აი ახლიდან დავიწყეო, ეხლა დავიწყებო, აბა რას ვიზავო, მოატყუა, მაგრამ უყურეთ როგორ ამოდის, ეს არის იგივე ილუზიური გზა. გაუშვა უკან გაუშვა, მიხვდით, ეს დამკვეთი ქალბატონი და თვითონ დაამთავრა საქმე. არ მოკიდა ხელი, მეგობრებო, არ მოკიდა, იმიტომ რომ სიკვდილის შეეშინდა, იმიტომ რომ საერთოდ ესე იგი ვერხულნაირ ჟრიცამ გააფრთხილა, რომ საერთოდ დაგაკარგინებ ძალებსო, აი ეს დაინახა, ეხა ამას ეს შემსრულებელია კალდუნი და ეს ქალბატონი იგივე ბოროტისულის თასების დედოფალს ხო არ ეტყოდა, რომ კი მე ნამდვილად აი იმიტომ ვამბობ, ბევრი არაკეთებს შავი წიგნიდან მკითხავი ხალხი, შავი მაგიის ხალხი, ბევრი არ ამთავრებს რიტუალებს, გეუბნებიან, თანხებს იღებენ და იმიტომ გიბრუნდებათ, მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო, ყურადღებით იყავით ყოველთვის, ვის რას უყვეთავთ, ვის რიტუალებს უყურებთ, იმიტომ რომ თქვენ შვილებზე ბრუნდება, ვაიმე ჯადო გამიკეთეს. არა, შეიძლება თქვენ არ გაგიკეთეს ჯადო, მაგრამ თქვენ ისეთ რაღაცას უყურეთ და ისეთ ვიღაცას შეუკვეთეთ, რომ უკან თქვენ მოგიბრუნდათ, ის უშნასწები, ლიაროები და ასე შემდეგ, ხო, ისევ თქვენ მოგეკრათ. აბა რა, დაამთავრა, ესე იგი გააფრთხილეს, თუ კიდე შეეხები ამ ადამიანს, ხო, ესე იგი საერთოდ დაამთავრებ ყველაფერს, ძალებს წაგართმევთო უთხრეს და რა თქმა უნდა, ეხა კალდუნს რატო უნდა, ეხა ვიღაცის გულისთვის გაიფუჭოს ხო საქმე და ძალები წაართვან. ესე იგი, რაც მე და თქვენ გვისურვეს, ის დაანახა სამყარო, მიხვდით, ის დაანახა და ერთს ვიტყვი, რომ აქ კიდე კაცია ჩარეული, კაციდან აეხა გამოჩნდა, უყურეთ, კალდუნი და კიდე სხვა კაცი. ესე იგი, ესეც შემსრულებელია, ორი შემსრულებელია, ასევე დამკვეთია. შეიძლება ეს კაცი თვითონ კითხულობს რაღაცას, წლოვანებით დიდია, გოგოებო, ბიჭებო, თვითონაც კითხულობს რაღაცას, მიხვდით? აი აქ დავდო ესეც. კი, ნამდვილად კითხულობს. გასაგებია, აი რა მოკიდა თუ არა ხელი და რა უთხრა აბა ამ კალდუნმა, აი ამ თასების დედოფალს, ვინც ფოტო მიუტანა ჩემი და თქვენი, აბა რა უთხრა, კარგი, ეს მოატყუა, რომ შეაშინა სამყარომ ასე და ასე, რა უთხრა და კი დავიწყე, კი გავყინე, კი გავასულელე, გავადურაკე, ძალა წავართვი. აი ეს უთხრა, უსასრულოდ აღარ ექნებათ თანხებიო. ნუ შეიძლება რაღაცა პატარა თანხებზე გააკეთა, მაინც გააკეთა, აქ არის კი, რომ ესე იგი უკან წაგივიდეთ საქმე, კრადნიკებია გაკეთებული, მეგობრებო, კრადნიკებია აქ ფინანსებზე გაკეთებული, წელს ქვევით, ხო, ვისაც წელის ტკივილები გაქვთ ხშირად, ეს უფრო ბევრი ნიშანია, მაგრამ უფრო მაგის ნიშანია, რაც ახლა აქ ამოვიდა, მე ახლა ამ თემაზე ვსაუბრობ, რომ და გაასულელა ის დამკვეთი, ეს თასების დედოფალი გაასულელა, რომ ესე იგი კიო, მეო, მაგას ძალა წავართვიო, რა ძალა წაართვა, შეშინებულია, მიხვდით? შეშინებულია. ოპა, სამართლიანად უნდა მეთქვა, ესე იგი სამყარო დაფიქსირდა თვითონ და მე ამით დავამთავრებ, მეგობრებო, იმიტომ რომ მინდა ეს ენერგიები, ამ ენერგიებით დავტოვო აი ეს გაშლა და ამ ენერგიებით ეს ჩათვალეთ იგივე პატარა რიტუალია და აი ეს სანთელი მაქვს გამოყენებული, ჩათვალეთ რომ იგივე პატარა რიტუალია, მეგობრებო, და აქ მაინც არ ჩანს, უნდა ესე იგი ამაზე რახან რიტუალია, მაინც რომ თქვენ უკან არაფერი მოგიბრუნდეთ და უკან არაფერი ხო რა, ბუმერანგი მაინც აქ დაცვა კი მიდგას ეთერს იქეთ, კადრს იქეთ, მაგრამ ლარი, თითო ლარი დარიცხეთ. ამ იგივე რიტუალია, ხო, გაშლა რიტუალის მერე. ასე გირჩევნიათ, რომ უფრო გამოისყიდით და უფრო რეზონირდება, მიხვდით? მე ახლა დამელოდეთ ავკრიფავ ტაროებს, ეს იგივე ამინია, აუცილებლად მოიწონეთ ვიდეო, იმიტომ რომ იგივენაერად გაცვლით სამყაროსთან, იმიტომ რომ ბოლოს ჩვენ სამყარო გველაპარაკა, ხო ნახეთ, სამყარო ამოვიდა, აუცილებლად, ესე იგი, ეს იყო სერიოზული გაშლა, პატარა რიტუალი და ბუმერანგები რო არ მოგიბრუნდეთ, მეგობრებო. თქვენთან იყო ნინია, აი აქ
რა ყვავებიცა, ამათაც კარგად ილაპარაკეს და უკან მიუბრუნებ ყველაფერს. მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ.